პირველად საქართველოში უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში უსინათლოთა მაგიდის ჩოგბურთში თბილისის ღია პირველობა გაიმართა. მონაწილეობას იღებდნენ როგორც უსინათლო ზრდასრულები, ისე თბილისის 202 უსინათლოთა საჯარო სკოლის მოსწავლეები. დაინტერესება გამოთქვა 20-მდე მონაწილემ. გამარჯვებულები ფინანსური და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. დღეს იყო უსინათლოთა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის გახსნითი ცერემონიალი. მოხდა კენჭისყრა, დაწყვილდნენ წყვილებში მოთამაშეები, რომლებიც უკვე 10 მაისის ჩათვლით ითამაშებენ ტურნირს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოში შეიქმნა ახალი პარასპორტი და უკვე ათეულობით სპორტსმენი არის დაკავებული. მეცადინეობა მიმდინარეობდა წელიწად ნახევარი. ჩართული არის სპორტსმენები ყავს 18 მონაწილეა პირველივე ეტაპზე, პირველივე ჩემპიონატზე 18 მონაწილე იღებს მონაწილეობას, 18 სპორტსმენი ჩოგბურთელი. 9 ბავშვი ასე რომ ვთქვათ სკოლიდან, 202 საჯარო სკოლიდან.